ხო, მე მინდა უბრალოდ უთხრა მაყურებელს საუნე მაღრაძე, რომელიც გახოთ მხოლოდ 16 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდებატეა საქართველოში და აი ახლა დაემეტა ისიც, რომ საუკეთესო სპიკერის სტატუსის მფლობელი გახდა. თავად შენგან არის ძალიან საინტერესო მოსესმენი ის თუ როგორი გამოცდილება, საერთოდ როგორი იყო შენთვის ეს ყველაფერი, რაც მიიღე გამოცდილება იქ ასამბლეაზე. ზოგადად სანამ გამოცდილებას საუბარს დავიწყებდი, ამას ძალიან დიდი მომზადება დაჭირდა, რამდენიმე წელი. მე დებატებში ვარ ჩართული 12 წლიდან, ანუ 4 წელი არის აქტიურად ვარ კლუბის წევრი და დებატების სკოლის წევრი და აქედან გამომდინარე მე აი იქ მივხვდი უკვე რომ რაღაცა უკვე მიღწეული მქონდა, როცა ჩავედი, იმიტომ რომ ეს დებატები გინვითარებს ისეთ უნარებს, როგორც არის არგუმენტირებული მსჯელობა, აზრის ჩამოყალიბება და ეს უკვე აი თავდაჯერებულობას გმატებს და რაღაც ლაღაც საუბრობ უფრო აღარ გეშინია საჯარო სიტყვის გამოსვლის, ხო, ანუ ესეთი პრობლემები აღარ მექნებოდა და იქაც უკვე მივხვდი ფორუმზე როცა ჩავედი რომ აი ასე ლაღაც თქო აი 4 წლის წინ რო ჩამოსულიყავი ნამდვილად ვერ ვისაუბრებდი იმიტომ რომ ანუ ეს ის უნარები რაც დებატებმა გამომიმუშავა არ მექნებოდა იმ დროს და აი 20-ზე მეტი ქვეყანა როდესაც არის აი ამ დროს აი უცხოელებთან კომუნიკაციაში შესვლა ნამდვილად არ მიჭირდა და ეს მივხვდი რომ უკვე აი ამისი შედეგი იყო და აი ამ შედეგმა გამოიღო თავისი ასე ვთქვათ ძალიან დიდი შედეგი მოკლედ და ამიტომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა რაც მე შევამჩნიე იქ როცა ჩავედი და აი გაუკვირდება ხოლმე ხალხს როცა ვეუბნები რომ სკოლის ანუ ეს მარტო ის არ არის რომ აი ამ ასეთ დროს გეხმარება სკოლაშიც კი მეხმარება ხოლმე იმიტომ რომ დებატები გივითარებს ესეთ უნარებს როგორც არის ვთქვათ ინფორმაციის მოძიება, მე ამ ინფორმაციის გადამუშავება, მე სწორად წარდგენა ხალხს, როგორ უნდა ესაუბრო პრეზენტაცია, როგორ უნდა გააკეთო. ანუ ეს არის ისეთი რაღაც პატარ-პატარა დეტალები და უნარები, რომელიც ყველას გვჭირდება, არა მარტო პროფესიისთვის, არა მარტო ხოლმე. და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე ნამდვილად კეთილი შურით მშურს ახლა ყველა იმოდებადის, ვინც ახლა იწყებს მზადებას კონკურსისთვის, რომ მოხდეს დებატების სკოლაში და გულით უსურვებ წარმატებას, იმიტომ რომ ეს არის კი ნამდვილად ძალიან დიდი გზა აქვს წინ. აქვე გითხარით, ზოგადად გავიგეთ ასე ვთქვათ დებატების უპირატესობებზე, იმაზე თუ რას უვითარებს ადამიანს, რა შეეხმარება. მოდით გითხარით ლუბლიანაში რას ეხებოდა თქვენი გამოსვლა. ლუბლიანაში რამაც გამარჯვება მოგიწევთ. ლუბლიანაში იყო ეს დებატების ფორუმი, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული დელეგაციების, ანუ ეს დელეგაციები ატარებდნენ ტრენინგებს და ვორქშოპებს, რომლებიც მოიცავდა ზოგადად დებატებს. ეს იყო უბრალოდ უფრო ზოგადი ჭრილი დანახული დებატები და უკვე ისეთი გამოცდილი ქვეყნების დანახული, როგორიც იყო ვთქვათ ესპანეთი, ვთქვათ გერმანია, რომლებმაც ინტეგრაცია მოახდინეს და მათ შორის საქართველოც, რომლებმაც ინტეგრაცია მოახდინეს თავის დებატების პროგრამის თავის ქვეყანაში. პატარა დეტალი მინდა აღნიშნო, რომ სალომე იყო ყველაზე პატარა მონაწილე ასამბლეაზე. კი ბატონო, ამასაც მინდოდა რომ ხაზი გამესვა.